გამარჯობათ. წინა ვიდეოში ვისაუბრე ტერიტორიალურ გენოციდზე, რომელსაც განიცდის ებრაელი ხალხი, ეგრეთ წოდებულ ჩერტა ასედლასი, აი მაგ ტერიტორიაზე და ფაქტიურად ბოლო 100 წლის განმავლობაში მაგ ტერიტორიაზე ორი ომი მოხდა. მოდით გავიხსენოთ ის ავადსახსენებელი ოქტომბრის მოვლენები, როდესაც ბოევიკები შეიჭრნენ ებრაულ დასახლებებში და 1500-მდე ებრაელი მოკლეს, უფრო სწორად 1200 მოკლეს და 300-მდე გაიტაცეს. ანუ სახეზე გვაქვს მინიმუმ არაკომპეტენტურობა ისრაელის სამხედროების მიმართ, ან იმ ხალხის მიმართ, რომელიც იმ დღეს მსახურობდა და მორიგეობდა და თუ უფრო გავყვებით მაქსიმუმისკენ, შეიძლება ეს იყოს ღალატი. მე პირადად დარწმუნებული ვარ ისრაელის სპეცსამსახურების პროფესიონალებში და ძალიან დიდ შესაძლებლობებში. ამიტომ რატომ არის საჭირო ესეთი დაბომბვები, მე არ მესმის, რადგანაც დარწმუნებული ვარ ისრაელს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან შეუძლია წერტილოვნად იმოქმედოს და ნებისმიერი ადამიანი გაანადგუროს, ან ტყვედ აიყვანოს და ამით ეს გავლენა მოახდინოს მიმდინარე დაგეგმილ თუ პოტენციალურად საფრთხე პროცესებზე. ასევე ძალიან კარგად მესმის, რომ ასეთი წერტილოვანი აქციები არის ძვირი, მოითხოვს დიდ პროფესიონალურ დამუშავებას, დიდ რესურსს, როგორც ადამიანურ რესურსს, ისევე ფინანსურ რესურსს და რატომ არ აკეთებენ და რატომ არ მიდიან ამაზე ისრაელის მთავრობის წევრები და უშიშროების სამსახურები მაგათი, მე არ ვიცი რა. მე მგონი ის დახარჯული თანხა ნამდვილად ღირს, რომ მსოფლიო საზოგადოებაში არ იყოს ესეთი ნეგატიური დამოკიდებულობა ასეთ დაბომბვების მიმართ. დარწმუნებული ვარ ისრაელის მთავრობა აწონდაწონის შედეგებს და მხარს დაუჭერს უფრო წერტილოვან აქციებს. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.